წინაკლია სამი კბილი და ცოტათი გავს ვამპირს მისი სამოქმედო გეგმა ის რომ სკოლა იყოს რეპეტიტორის გარეშე. ასეთ შეფასებას აძლევს დირექტორობის ერთ-ერთ მსურველ საკონკურსო კომისიის წევრი. აჭარის განათლების სამინისტროში სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების ბოლო ეტაპი რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. კომისიის წევრების სამუშაო ბლანკებში ჩაწერილი ეს შეფასება მეოთხე არხის ობიექტივში მოხდა. ფაქტს არასასიამოვნო დაფასებს კომისიის ერთ-ერთი წევრი არჩილ ხახუტაიშვილი. მისი განმარტებით კომისიის წევრები კონკურსანტებს მსგავსი კრიტერიუმებით არაფასებდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ ლევან ზარდალიშვილი კონკურსის დროს პირად ჩანაწერებს აკეთებდა. იგივეს აცხადებს თავად ზარდალიშვილიც. მისივე მტკიცებით ჩანაწერებს კონკურსის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და აღნიშნული პირი დღეს დირექტორის თანამდებობაზე უკვე დანიშნულია. ტელეკომპანია მეოთხე არხში განმარტავენ, რომ კომისიის წევრის შეფასებები ეთერში შემთხვევით მოხდა და იგი თავის დროზე გამიზნულად არ გაკეთებულა. ეს არის არასასიამოვნო, როცა ჟღერდება ესეთი ფაქტი კომისიის წევრის მხრიდან, თუმცა აქვე ერთ მნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არანაირი ვიზუალური შეფასებები, არანაირი გარეგნული შეფასებები, მიხურა-მოხმარ, თვრისფერი და მაკიაჟი არ ყოფილა კომისიის მსჯელობის საგანი. ეს იყო ამ პიროვნების პირადი აზრი, პირადი შეფასება, პირადი ჩანაწერი, ასე ვთქვა და ის სრულად შემთხვევით მოხდა, ასე ვთქვათ, ოპერატორის კადრში და ამ შემთხვევაში პრეტენზია ტელევიზიასთანაც მექნება, რომ ამ შემთხვევაში მომხდარიყო აუცილებლად სახელი გვარის მაიდენტიფიცირებელი საშუალებების დამალვა, იმიტომ რომ თანხმობა ინფორმაციის გავრცელებაზე არავისთვის არ მიუწია. კამერა რო იღებდა ჩემს კომპიუტერს, ეს მე არ ვიცოდი. ტელევიზიას შეუძლია გადაიღოს ან გააკეთოს სიუჟეტი, მაგრამ ესეც რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ გასაუბრება კონფიდენციალური პროცესია, ის კომპიუტერი გახოლთ ჩემი პირადი. ის გრაფა არის ჩემი პირადი, ან ვის ბლანკი არ არის არც სამინისტროსი. ეგეთი ბლანკის გავსი არ არსებობს, სამინისტროს ბლანკები არის დაწერილი ხელით. ეს იყო საჯარო სივრცე, სადაც ნებადართული იყო გადაღება. თუ კომისიის რომელიმე წევრს ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, რომ მისი პირადი კომპიუტერი არ მოხვედრილი იყო კადრში, ამისთვის ალბათ უნდა ეცნობებინა სამინისტროსთვის და უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები. რაც შეეხება 2 სექტემბერს ჩვენს ეთერში გასულ მასალას, სადაც ჩანს კომისიის აღნიშნული წევრი, ვისი მიმართულებითაც აკეთებს ამ შეფასებას, მაშინ ამ შეფასებაზე არ გაკეთებულა აქცენტი და ეს კადრი ეთერში მიზანმიმართულად არ მოხვედრილა.